მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან საინტერესო რამ მინდა გაჩვენოთ, ახლა არ ვიცი, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ინსტრუქციას რა თქმა უნდა დავწერთ, მაგრამ მინდა ახლა ჯერ გაჩვენოთ რა არის ეს არის უზრდელობა. არის ასეთი არაჩვეულებრივი წიგნი, რომელსაც ქვია შოთა რუსთაველი და მისი პოემა იცით რომ ჩვენ მაინც აღნიშნავთ, აუცილებლად აღნიშნავთ შოთა რუსთაველის იუბილეს. მგონი რომ არც ამ წელი გავიდა. ამისთვის ვაგროვებთ ისეთ ნაწარმოებებს, რომლებიც შოთა რუსთაველთანაა დაკავშირებული და ვიხსოვს ამთან, ან პიროვნებასთან, ან ტექსტთან, თანაც ერთი ის ამ აღებული რა ქვია. მიმართულება რომ მე უნდა მაღლიცოდე ეს წიგნი რა. იცით რომ ეს წიგნი არის შეუძლებელია თუ რუსთაველთან გასახმენ. მეორე უფრო სარგეცაის შვილის ვეფხისტყაოსანი ნაწარმოებია. ეს 74 წელს გამოშვებული წიგნია და აუცილებლად ვიქნებ ეს წიგნი. იმიტომ რომ ისეთი ვერიარი მყავს გვერდით რომ შეუძლებელია ეს გაკეთდეს. შეიძლება არის და არ ვიცოდოთ ახლა. მოგეთ ახლა დავაკოპირე ეს წიგნი. ეს წიგნი დავაკოპირე და ჩავდი აი აქ. და ვუთხარი რომ ანალიზდა წმინდა მითხრა რომ გასწორდა 329 სიტყვა თავიანთ 93% საეჭვოა თითქმის აი ნახეთ აქ ნახეთ საეჭვოა და ნუ მონიშნეთ ახლა ამას შეიძლება ალბათ ვუთხარ 2-3, მაგრამ ნუ ჯანდაბას არა პრობლემა გავასწორებთ აქ მითხრა რომ შეიძლება და პირდაპირ შემიძლიათ გავასწოროთ წარმოგიდგენიათ ბოდიში ხანის მე შემდეგ ვივლით რაღაცას ალბათ გამოვტო ხა წაკითხვა რომ უნდა შეერწყვა არ შეიძლება წერია ვეფხისტყაოსის წერია დასთან ერთად გაზრების დასთან ერთ არ ვიცი აქ რა არის აი აქ ავტორი უნდა შემიძლია ვუთხარო თქვა აქ დაწერი ავტორი და ზოგადად დაწერო ეს შევიტანოთ წინასწარ და ესეთი გაასწოროს მაგრამ არ გავაკეთებ მეჩდეს ტოპი შეიძლება მოკლედ წაკითხვა უნდა მაგრამ ნუ ახლა შემიძლია ვუთხარ რომ აქ როც არის დაწერე ვრცელი გამოწვევით ეგეთ შემიძლია გავაკეთო აქ შემიძლია ვუთხრათ აღნიშნულია ამ ლიტერატურით მოკლედ დედანთან შესაძლოა მაგრამ 93% სისუფთავე არის ძალიან ბევრი აი ახლა ეს არ ვიცი თუ არსებობს ან რატო ვერ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ ტექსტს აუცილებლად ამით ნახავთ ჩემი კოლეგა შეამოწმებს თუ ივარგებს, ხო ივარგებს, თუ არ ივარგებს, მაშინ შევეცდებით რომ სხვა ვარიანტი გავაკეთოთ. დიდი მადლობა.